საღამომშვიდობის სახალხო. როგორ ხართ? რამდენი ხანი ამ ადგილიდან აღარ ჩაგვიწერია ვიდეო. რა ხდება თქვენსკენ ახალი და კარგი? ჩვენსკენ არაფერი. ძველებურად ყველაფერი ავიცი. რა ვიცი, რამდენი ხანი აქედან ვიდეო აღარ ჩაგვიწერია და ის არის რა ქვია. აქეთ გადავწყვიტე ჩამეწერა. სანამ დაბნელდება, ჩაწერა. დედაჩემიც მოახლა. ვიღაცა დრუჟბა აქვს ჩართული. რაღაცა მინდოდა თქმა ხალხო თქვენთან. რა მეიცა? რა ჯანდაბა? ფეხსაცმელები კი არ გავიხადე ხალხო ახლა მე. ხო მართლა TikTok-ში ვნახე შენი ვიდეო ერთად მომწერა. მოგესალმები. კარგად იმას აშვებიო რა ქვია, კარგად ყვებიო, შენ მღერი თუ არაო, მე არ ვმღერი ნამდვილად, მე მუსიკას ვყვები, უბრალოდ. მე არ ვმღერი ხალხო. მადლობ ვინც ჯანმრთელობა მისურვეთ, მადლობა. დაეძინა იქით. ო. აქ ვარ ჩავდე ვიდეო. ჩავდე? ხო. ნოლა გიგუშინა ხაობა. სივა სხვათა შორის აქ. მე იქნება. გავარჯობათ. როგორ ახართ? ფეხსაცმელები კი არ გამიხდია. როგორ ბრძანდებით? როგორ გიკითხოთ? ვართ რა ჩვენა. პატარა პულისინა გლიჯი მოვიგლიჯი. ყველი აღარ. ხო მართლა TikTok-ში დედა შენი რატო არ არისო და YouTube-ში მყავს დედა ჩემი. TikTok-ში მარტო მე ვარ. არა, TikTok-ში არა ვარ ნამდვილად. რა გადავიღე? TikTok-ი კი აქვს, მაგრამ სკროლავს ხოლმე უბრალოდ. არა, TikTok-ში არა ვარ ნამდვილად. ახლა TikTok-შიც ვეღარ მოვალ ხალხო ახლა ნამეტანი გავსვეწყდები და TikTok-ში მე ვარ. ნამეტანი გავსვეწყდები და ახლა სიყვარს ხარ დავიწყებ TikTok-ში რა გავაკეთო? ხალხი იტყვის ჯერს გასული და იქალიო თუ რა ამბაიო პრინცალი. მე სამხელა ქალი გასულელებულა უბრალოდ იტყვის ხალხი. არა. ხა YouTube-ში მოვდივარ, მან TikTok-ში ნამდვილად. სიმართლე რომ გითხრა TikTok-ის კი რომ საერთოდ არ არსებობდეს უკეთესი კი იქნებოდა. კი. სიმართლე რომ თქვა საერთოდ რო არ არსებობდეს. ნამდვილად. ან თუ იარსებებს
ზოგ იმას რა ქვია რაც დღეს TikTok-ში არის ხალხი იმ კატეგორიას საერთოდ არ უნდა კონდეს. კი. ზოგადად ინტერნეტ სივრცეში ეგ ცუდი კატეგორია რომელიც არის და ცუდად რომ მოიხსენიებს ხალხს, მაგათ ინტერნეტს არ უნდა გააკაროს საერთოდ. აი გუშინ მაგალითად თამუნია რო არის ვიღაცა ერთი შვილი რო ყავს პატარა. ქუთაისელი რო არის. ხო, ვიცი. ხო. როი ლანძღავდა 24 საათი. გუშინ ლანძღავდა ქველაძე. ქველაძეს. ქველაძე არ ეხება არავის. რა ვიცი, რამდენჯერმე ლაივში შევედი, არავის არ ეხება და. რა უნდა თან ქველაძესთან კაცო? ქველაძე მიცი რა იცის. აი რა უნდა გითხრა. თუ აქვთ იმის თავი და ძალა და ღონე და ისა ხო? გააკეთო რაც ქველაძე აკეთებს, თქვათ. რასაც აკეთებს, ხო? წავიდეს. ვიღაცა საყვარელი ყავს, სინამდვილეში არავინაც არ აყავს. შენ ხო არ აყავს თქო. ასე მგონი არავინ არ აყავს მაგოგოს რა, მე ისე მგონი. თუ ყავს დიდი ამბავი ეხლა. ქმარი არ აყავთ არბერი და ქმარიანებს აყავთ ხოლმე და სახლებში მიყავთ ისინი აქვია. საყვარლები. ყავდეთ და რა უნდა თამქველაძე ზოგი წვით იკე. გაიკეთოს მე არა მაქვს წინააღმდეგი. ნამდვილად ქველაძე მაშობა იყენებს თავის შვილებისთვის. ნორმალურად იყენებს იმ ჩარი წყურს. ხო. აბა ის არის კარგი, აბა ის ირინა რო გამომწყელებულა და იკაცი და რო ითხოვენ ხან პამპერსი უნდა ბავშვო და ხან ისო უნდა ეგ არის კარგი? საყვარელი ათლეს. საყვარელი აბარისთვის უნდა გაიჩინო. აბა საყვარელი თუ მეყოლება, თუ გეყოლება ადამიანს, ფული უნდა გადაგიღადოს, აბა რა ჯანდაბად გინდა საყვარელი. ხა გამოფხეკილი ადამიანი რა გინდა? გამოფხეკილი ჩემი თავით მეზარება. თქვა სიტუაცია. თქვა თო. ახლა კაცმა უნდა გადაგიხადოს ქარს, მაგრამ ქალი თუ ხარ და ჯერ ეგეთი მაგდონემდე არ უნდა დეეცი. ჯერ ესეთი საყვარელი თუ ყავს, გამოფხეკილი ქმარიც კი გეყოფა. თუ ქმარიც ყავს, ქმარიც კი გეყოფა სახში და ახლა საყვარელი გამოფხეკილი ყავს და რაღაც გინდა. რა თქმა. ხო. ახლა დიდი რამე ახლა ერთი საყვარელი. დიდი რამე ახლა საყვარელი თუ ეყოლება იმას რა ქვია, უქმრო კაცს. ილანძღებიან და ითათხებიან. რატო ლანძღავი რა უნდათ? შვილებსაც ჩვენი რაც უძღვება? მაგალითად მე ირინა რო არის ნერვები. ირინა კი არა. ქველაძეს რა ისა? ოღონდ ბავშვებს ნუ რავინ შეეხება, თორე შეიძლება ყველაფერი თავზე დაახუროს. შვილს აბა ვინ ყველაფერი თავზე დაახუროს აბსოლუტურად. ჩემ შვილს რომ შეეხოს ახლა ელემენტარული ხო? აი მაგალითად რო გიწერენ ჩვენ და გიორგიზე ვინმე რამეს ეხება. აქ რო იყოს, გეფიცები გიორგი გავგლეჯავდი შუა ნაკერავზე. კიდე ვიკავებ თავს. შვილს რომ შეეხება უყურმა პარამეტი გზა ეგრე არის, მაგრამ ეგ არავის საქმე არა, ვის მეცურებს ხავენ და ვის ნაკლებს. ხო. ისესაც ფსიქოლოგთან ხო ყოფილა თუ რაღაცა ეგოგო წასული ეგ თან ხანდახან მიწოდება ეს საწყალით. ფსიქოლოგთან ყოფილა? ხო, თუ სად იყო? რაღაცა იყო. ფსიქოლოგი კი არა, ფსიქიატრი უნდა. ხო, და რაღაცა იყო წასული და ის არის რა ქვია. მამაოსთან წადიოდა ახსარება ჩააბარებდა. ახსარების ჩაბარებას მაგათთვის რა აზრია აქვს? მოვლენა იგივე საკეთები. ის არის ახსარება კი არა. ეგენი ხო მაგას თავი. დები ის დეგენერატიროა ის ხალიც და ეგეც. არ ლაპარაკობენ. არ ლაპარაკობენ იმას ის წევლი და ამას. ისე ლანძღავდა რომ რა ვიცი. ის მე მგონი ერთი იმისი არ არიან ეგენი. მაგათ ძმაც აყავთ. ძმაც ერთი ვიღაცას არის გადაკიდებული, ვიღაცა მოხუნ მე მგონი ბებელ კაც არის ვიღაცას გადაკიდებული. არა, ქველაძესთან რომ მოდის ხალი. ხო. აი ის ვიღაცა რო იძახს ლიკაო. მაგათ ირძალი ყოფილა. აი მე ხმე ლიკა კი არა, იცი რა არის. ეგ ხო მაგას რო თავი დავანებოთ ხო, მაგრამ ის სიმხელა ქალი, მე ეგიდუნაშვილზე მაქვს საუბარი. ესენი ხო შეიძლება იმაზე რამდენი წლის ბავშვები არიან, ხო? პატარები არიან. სულ რაღაც ქველაძე 28 წლის არის. მეტის კი არა, ჩემზე 1 წლით დიდი. არც კი მაგ ხელა. ხო. ხალხნო, აი ამ ხელა ქალი რამ გააგიჟა, ჰა?
მე აღარ მხვდება ყველა. მე ის მხვდება ხოლმე, ლაივები მხვდება, რა სიტყვებს იზახეთ. ხალხო, კაცებს, ახალგაზრდა ბიჭებს არის გადაკიდებული. ეს ბიჭები მე ეუბნებიან, გადიან ხელა ქალი ხარ, დედის ტოლი ქალი ხარ, დაგვანებე თავი რა გინდაო. ერთი ბიჭი ეუბნებოდა, დამანებე თავი რა გინდა ამ ხელა ქალი, დედის ტოლი ქალი ხარო, დამანებე თავიო, ხო? არა ზოგი უაზროდ ის არის. იქცევი ხო და ის ბავშვიო, აქამდე იძახოდა და ეხლა ბავშვიც აღარ ახსოვს გონი მაგას. ბავშვი არა ის კიდე. შვილს იყენებს. ისაო რა ქვია, ის არისო, ფსიქიკური პრობლემები აქვს და რა ქნასო შვილი რო წარდვი. ძალიან მშვენიერი რო წარდვეს. აი მაგასთან ურჩევნია იმ ბავშვს რომ სხვაგან იყოს ისევე. მაგასთან ყოფნას ურჩევნია რომ სხვაგან იყოს. ფსიქიკური პრობლემა კი არა აქვს, სპეციალურად აკეთებს. აკეთებენ სპეციალურად, რომ ხალხი აიღოს. მანიპულირებს ხალხზე. ხალხზე მანიპულირებს უბრალოდ, რომ ფულები ჩაურიცხონ და ფულები იმასაკნა რა ქვია. მანიპულაციის დიდი უნარი აქვს. სულ ყველას. მაგრამ იმათ აღარ ურიცხავენ იმას. ვისა? რა ქვია, იგოგოსაც აღარავინ აღარ ჩაურიცხა გუში. მოპეთ და დედა ხალხს. და აი ირინაო თუ რაღაცა იმასაც აღარ ურიცხავენ ძალი. აი მე ის ქალი მაინც არის და ახლა პატარა ყავს და ვერ წავა და ვერ იმუშავებს, მაგრამ ის კაცი გვერდზე რო უზის ვიღაცა. ის ახალგაზრდა ბიჭი, ჯერ ის ბიჭი უნდა გამოიყვანო და დაადგა ფეხს და გახლეჭო და გაანებო. აი ირინა მე მგონი სხვათა შორის მგონი მაგ ბიჭზე ბევრად დიდია. ბევრად დიდი მგონია. მე დედის ტოლი უფრო მგონია ეგა, მაგის დედის ტოლი. აი მე რა მაზრზენია მე ნერვეს მიშლის ახლა იმ ხელა კაცი გადამოიღო და ატყორცნო ღობეზე მართლა. ზის და ისო ფული ჯამირიცხით თორი აღარ შემოვალ. ნუ შემოხვალ აი დარდი რა. ახლა მაგაზე მადარდე რომ ახლა მე რო ვიძახო რომ ფული ჩამირიცხეთ თორი აღარ ჩავწერ ვიდეოს და აღარ დავდებკო ვიზმე საინტერესებს. სულ ნუ დაგიდია თუ არ გინდა. და სულ ნუ შემოსუხარ. რაში მაინტერესებს ახლა ის თუ ვიდეოს არ დადებს და ლაივში არ შევა. ლაივებს ისედაც არ უყურებ. მიგუშინა მომიგდოთ რომ მე ხშირად არ ლაივში შეიძლება ცოტა ხანი შევიდე, მაგრამ ბოლომდე ვერ ვკაჩავ. აი წყობიდან გამომიყვანე ხო კომენტარების დაწერა არ მიყვარს ზოგადად, მაგრამ წყობიდან გამომიყვანენ ისე იქცევიან და დავაწერენებენ მაინც და მაინც ისეთ რაღაცას გამალანძღინებენ თავს და მე ისე ვიჭერე და გამოვიდე. ჯერ კომენტარებს იმითი არა. აი მე კომენტარების წერას ვერ ვიტან ჯერ ეს ერთი. არ მიყვარს. სხვათა შორის ზოგმა რო იცის ყოველწუთას მესიჯების დაწერა, ეგეც არ მიყვარს. მე ყოველწუთას რა უნდა უთხრა ადამიანს, ყოველდღე. ზოგ შეუძლია, მაგალითად ტელეფონზე ლაპარაკი, ზოგ შეუძლია ყოველდღე და ერთი და იგივე ადამიანს ან მესიჯოს ერთი და იგივე სიტყვა. მე იცი რა არის, რას ვაკეთებ გიორგი. აი, რო ვიღაცა მომწერს და თქვათ როგორ ახართ. ის მომწერს პასუხს კარგად, თქვენ როგორ ხართ, ჩვენც კარგად. აი რაღა უნდა მოუწერო, აი რაღა უნდა მივწერო ახლა იმ ადამიანს ის მავიწყდება. სიტყვის მარაგი ამოგეწურება, იცი რა არის? ეს არის რა ქვია. შეუძლია მაგალითად ან მესიჯოს ერთი და იგივე ადამიანს ყოველდღე, ან დაურეკონ ერთმანეთს და საათობით იყვნენ ერთ ადგილას, არც წამოდგნენ არაფერი, იჯდნენ ერთ ადგილას საათობით და ელაპარაკონ ერთმანეთს. ეგ არ შემიძლია ყველაზე მეტად. საერთოდ ზოგადად მე ტელეფონზე საუბარი ნამდვილად არ შემიძლია. აი მაგალითად უთხრა როგორ ხარ, კარგად შენ როგორ ხარ, რა ხდება თქვენსკენ, ჟენსკენ. მეტი რაღა უნდა უთხრა. და ის არ მიყვარს კიდე, რომ ვიღაცა მოგწერს რა შვები. რას უნდა შვებოდე? რა შვები ტელეფონში დავძვრები თუ ტელეფონში რო არ ვიყო ხო შესმეცის ხო არ ნახავდი არა? რა შვები? რას უნდა შვებოდე?
მე მას ხო არ მიწერა ხვია. რა ვიცი, მე ჩვენი რა გოგო ვიცი, დაიკარგა. ვინა? ისა. რა ქვია იმას? მე რო სახელი შეუცვალე ჩემი ნათლული რო. არ დაიკარგა მუშაობს ახლა საქართველოში იყვნენ ეგენი. ხო? მე მგონი წავიდნენ. ხო ერთი უნდა მივწერო მე. მიწერე დე. როგორ არიან აბა? მეორე ჩვენი გოგო დაიკარგა კიდე. თეკო ვიდეოს აღარა დებს? აღარ დებს. ვიდეოებს. აღარ დამოსულა და. აღარ დებს დაიკარგა. წერ მესიჯებს და ალბათ არც ალია, რა ვიცი. ამას წერად გვიან როდის მე ერთი კვირის წინ მივწერე და მე მომწერა ეთყობა არც ალბათ არც ალია, ხო? ალბათ. რა ვიცი, დაიკარგნენ ჩვენი ხალხი და რა ვიცი. კიდე ჟანა საწავიდა და როგორ მომაკდა. გამოჩნდა ერთხო მოვიდა ერთ პერიოდი. ეხლა ისევე წავიდა. ძალიან მომაკდა ჟანას ისინი ვიდეოები მე. რა ვიცი, ალბათ მუშაობს და ვეღარ იცლის თორე. მომაკდა. ბევრი ვიდეოები აღარ არის რა. ბევრი სხვათა შორის, ბევრი უფრო მეტი იყვნენ. აღარა დებენ ბევრი. იმიტომ რომ იცი რა არის, უკვე ყელში წამოვიდა სხვათა შორის ხალხს ეს ამ ზოგის საქციელი რა, ზოგის ისინი რა ქვია. ყველა ითნა YouTube-ში სად არიან ეგეთები. TikTok-ში უფრო არის. TikTok-ში და Facebook-ია უფრო ისა რა ქვია. ღმერთო დაგფაროს ეგეთი სისულელეები რომ გავაკეთოთ. ხა შეიძლება ვიხუმრო, გავიცინო, რაღაცა სახუმარო რაღაცა მოგაწოდოთ, რაღაცა გითხრათ, ხო, ელემენტარული სიტყვაზე, მაგრამ და რაღაცა თემაზე ილაპარაკო, მაგრამ აი ეს სისულელი დადგე და სისულელი და 24 საათი იწუწუნო, ეგრე სად არის? ბევრი რამე მინდა, იცი რამდენი რამე მინდა, მაგრამ ყველაფერს აქ ხო არ ვიტყვი რომ იმე ეს მინდა და მივიწყეთ და ეს მინდა და ის როგორ შეიძლება, არ შეიძლება. ყველას თავის გასჭირებია მარცხენა ხელი გული კი მეფხანება ერთი კვირის. მეც მეფხანება მარცხენა ხელის გული რამდენი ხანია? 3 დღე. ხო და. იმდენი ისინი რა ხალხი. ის არის რა ქვია. მაგრამ ისე სხვათა შორის კი ჰეითერები კი არიან YouTube-შიც, მაგრამ ისეთი ჰეითერები არ არიან. არა ამ ქვეყნიური სიტყვებით რომ ლანძღავენ ხოლმე ხალხს. აუგიო დაუბნელდით დედი. აქ ნატურები დაიწვა. ხვალ მოვიტანოთ აქ ნატურები გიორგი. ხო. ხვალ იქნება დღის შემოვიდეთ აქ. ხო. ხალხო რა გავაკეთე? ბლინჩიკები გავაკეთე, ხორციანი მაქვს. კარტოფილით. ხორციანები მაქვს და კარტოფილისას გავაკეთე, კარტოფილის. შედგიმრილი გამოვიდა, რომ რა ვიცი, შესაწვავია. მაგრამ დღეს კითხეს და პამინდურში წვო, ნომერში წვო, შეწვათ ეგეც მინდა. ის არის რა ქვია. ხალხ პატარა ვიდეო გამომივიდა, მინდოდა ჩამეწერა. ხვალის შემოგიერთებით ისე. წამო. თუ ცოტა ხანი და წავიდეთ მერე. ხო, ისა, ცოტა ხანი, ხო. ხო, წამო მოდი აქა. აქ უფრო ის არის რა ქვია. ნათელი. ოკეი, მოდი. აი ეს ტელეფონი რო ყოფილიყო, ტელეფონი ახლა რო შენ აქ ჩაბნელე და ჩაბნელებული იქნებოდა. აი ახლა ის ავიღე და ხდათ. ეს კარგად იდგმევა? ხო. ხო. ხო და ეგრეა ჩემო ძვირფასებო და ტკბილე. დღეს ეს რა ჩავიხუტე კაცო. გუშინ აქაობა მივალაგე. ფანჯრები მაგ დასაწმენდი ერთი დღე. იმასო ხალხო აი ხანდახან ის სიძარმაც ის შემომიტევს აი ყველაფერი მიზარება. რა ჯანდაბა? რა სიძარმაც ის ტოკი? ხო, ხოლმე წეგან გზაში მივდივართ. აფთიაქში გადავედით კბილი მიბჟულდა რაღაცა და ახლა ტკივა კიდე? ახლა აღარა რა ვიცი არ ტკივა ჯერჯერობით და მე რა ვიცი. ხო, თუ ზახტირე დალიე. წამალი ვიყიდე გამაყუჩებელი რომ ამ ტკიდეს დავლე. ძაღლი ფეხებში მომუარდა პირდაპირ. ფეხებში მომუარდა ძაღლი. 7 ლარი ისევ ზეთები. დაინახე. ხო. ფასდა ყვა იყო ინთხოს. ეთყო.
დღეს აქცია იყო და რა ვიცი მე მარტო კვერცხი არის კაცო კვერცხი გაიაფთაო მე რა ვიცი ხო და კიდე რა მინდოდა თქმა ხალხო ისინი რომ მოიგონეს ამ ძაღლებსა და კატებზე რომ ისაო მოიცარაო ჩიპი უნდა გაუკეთოთო ვინცაც ყავთო ის საყური ჩიპიო საყური არა საყური ჩიპი არის საყური არა ყურში კი არა ამაში უნდა ჩაუგნი იმაში უნდა ჩაუმა სახელოში უნდა გქონდეს მე მგონი არ ვიცი თუ არ ვიცი ყურზე არა მგონი გონი საყელოზე უნდა გაუკეთო ხო და მაგდენი უკვე სახლის ძაღლს თუ ემა ეგეთ ცალკე ხო ფული ღირს ეგ ჩიპების გაკეთება ფული ღირს ისე პრინციპში ეგ სამღვაგარეთ არის სამღვაგარეთში არის ეგეთი ისა რომ საყელოში უკეთებენ ჩიპს ჩიპებს რომ მერე რომ რამე დასჭირდეს ან ვეტერინარი ან რაღაცა მიიყვან იქ და ახლა სხვაზე იმითი აიყვანენ ის შენი ისინი იქნება მონაცემები ხო და ეგეც ხო ეგ ფული ღირს რა თქმა უნდა ხო და ჯობია რომ ამ შინაურ ძაღლებს და იმების კატებს თავი დაანებო კატა ჯანდაბას ხო კატა არაფერს არ გვეჩის დადის თავისთვის ეს ძაღლები რო არიან ზოგი ისეთი მართლა უბრალოდ ისინი ცოდოები არიან და ჩვენც ადამიანები ცოდოები ვართ იმიტომ რომ გავლა გვინდა აი მაგალითად ზაფხულში ხო შეგვიძლია რომ საღამოობით გადავიდეთ გადავიაროთ ცენტრში ვერ გადაივლი ფიზიკურად ვერ გაივლი იმდენი ძაღლია და იმას არაჯობია იმ დაჩიპოს გიო და ეხლა იმას რო იყიდი გიო გადავიდეთ იქით მაღაზიაში აბა იმ მაღაზიაში აი რას რო ვიყიდე სულ იქით მაღაზია რო არის სადეთ აი ნამცხრების მაღაზიაში რეებია ეხლა რო ხელფასაველებ ხო ეგ მეც მაინტერესებს და მოდი პიცა გავაკეთოთ ახლა რო ხელფასაველებ ის არის რა ქვია გავგვიტებია ჩვენ გვინ რას ვამბობდი რაღაცა ხო დაჩიყვაზე ხო ამ დაჩიყვას ჯერ თავი დაანებონ და ეს ქუჩის ძაღლებს მიხედონ გააკეთონ რაღაცა თავშესაფრები რომ გადაიყვანონ და აღარ იყოს საშიში აღარ იყოს უბრალოდ გავლა ხო ეხლა რომ მომარდა და ეკმინა იმ ძაღლს ხო აცრა ხო დამჭირდებოდა არა თან მე სასარგებლო კი არ არის ისასაც აცრები კარგი კი არ არის ხო ეგ იმუნიტეტს იმასაშვება თან იმუნიტეტს აკვეითებს კარგი ეგაც რა არ ვარ გა რაღაცა აი ეგ ტეტანუსის თუ რაღაც ო ეგაც რა არ ვარ გა ეგ იმუნიტეტს აკვეითებს რავი არ ვიცი ხა ზოგადად იმისი ვითომ გრიპის აცრებიო ვირუსის აცრებიო არც ეგენი არ ვარ და არ ვიცი ხალხო ხო რა შობი თქვა გახსოვუნე ვი ესე ვთქვი არა მომوارდა ხალ უცბად შორს იყო და გამოიქცა და მე მომوارდა რა უნდა და ვერ გავიგე ჩემთვის მივდიოდი რა უნდა და ვერ რაღაცას რო დაუჩავებ ან იმას ისა რა ქვია გააბრაზებ ხო კი ბატონო გამიგია მაგრამ რო არ ვერჩოდი არ ერჩოდა და მე მეგონა უკვე ის მაგ ვაიმე დღეს თელი დღე რაზე დაბღუის ეს რა გაიყო ისინი ცუდი ამინდები რო იყო არ გამოდიოდა რა არის დაიწყო უკვე დავიღალე მთელი დღე რა ნუ თუ მეტი საქმე არა აქვს ვიღაცა ალბათ გაიგებთ ხმას ზაფხულშიც კიდე გარეთ ვერ დაჯდები მე ცალკე ზაფხულში კაი ცალკე ხო ეს კოღოები მოდიან და შეჭამენ რა ვიცი ისინი არიან ხოლმე დრაკონები არიან კოღოები კი არა ხო და აი მე პიანინოს გადატანა და საწავიღო არ ვიცი რა დღეს რო სიმღერა იყო პიანინოს რო დამეათრევდა ბრუნო მარს თუ სიმღერა თუ იცით ერთ-ერთი რომელიღაცა კლიპშია იმას მიათრევს რა ქვია პიანინოს ზურგზეა გაკიდებული იმას იმ დღეს იყო და ტელევიზორში იყო იმ დღეს წამოდი პიანინო ჩვენს გადაგვატანიეთ ხო იცი რა მძიმეა იცით ხალხო რა მძიმეა ვერ აქ დგას აქ როგორ ვინ მოიტანა რა ვიცი მე როგორ მოიტანეს მაშინ დაიღუპა იქ ხო იქ იღდო აქ 10 კაცი დამჭირდა აქ როგორ მოიტანეს გადმოტანაო ძლივსაწიეს ვაიმე რა არის ეს ასეთი და არა და შიგნითაც რო ჩახედავ თითქოს არაფერი აქ ისეთი ხო რა არის ამ სიმძი მე რა ვიცი ალბათ ეს რო ავწიო ვეღარც გავინცდები ადგილიდან
ან ეს რო გაგივარდეს უცბად და ფეხი მოყდეს. უი დედა, ხელი. მოტეხე. ო კინავა. ხო და რა არის ამ სიმძიმე მე რა ვიცი. ალბათ უნდა დაშალო და გაიტანო ისე, სხვა გზა არ აქვს. აბა რა ხათ ახლა ეს პიანინო აღარ გინდა, ხო? აღარ გინდა და პიანინოს ადგილას საერთოდ პიანინოს სახში აღარ გინდა და გატანა გინდა სადღაც. ან გაყიდვა ან რაღაცა, ან გადაგდება საერთოდ. როგორ უნდა გაიტანო? გადაგდება იქით სად უნდა დავდო თუ არა იქით მინდოდა მაგრამ. სადეთ? მარანში თქო, მაგრამ მარანში რა უნდა პიანინო? რა უნდა მარანში პიანინოს? თან ასლა რა თვიყიდე პიანინო? ხო, ახლა რო გითხრათ რომ თლად პროფესიონალი ისეთი პროფესიონალი პიანისტი ვარ მოგატყუეთ. აზრზე არა პიანინოზე დაკვრის. ხო და ერთი ვიცი ტანანა 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 ტანანა. ხო. მეტი არაფერი ვიცი. ხო და მეტი არაფერი ვიცი. ვაიმე, კატემმა ვაიმე ხალხნო. მაგათ თლა უარს აი მაგ კატემმა ხო ძაღლები ხო ჯანდაბას ქუჩაში, მაგრამ ემ კატემმა ხო აი გამომიყვანეს უკვე აღარ მინდა აღარაფერი. აი კარი უკვე. მარტი მოდის ახლა თუ რა ჯანდაბა მოდის რა ეცათ. ოთახთან მოვლენ ღამე რომ გძინავს ხალხო, ღამე მიაუკე რა, ასე გონა ბავშვი ტირისო. მიაუკე არა. ესე შვებიან რაღაცას, მე რა ვიცი, მიაუსაც აღარ აკეთებს. დავიღალე. ბავშვი ტირი. ე რასაც ქვია დავიღალე ხალხო. მოდი ახლა წავიდეთ თეთი. რამდენზე ვართ კაკად ცოტა მაინც. ქალაქში წახვალ იყიდი დობინა, მაგრამ იქ წახვალ იქ ყოველდღე პიპი მანქანებია. სადღა უნდა წახვიდე. ხო არ არის რა. ხო აქაც ბავშვი წახვიდე ტყეში სა. ტყეში კი არა, იცი სად უნდა წახვიდე, საერთოდ დედამიწიდან უნდა გაქრე. ისეთ უკვე ხალხო, ისეთი რაღაცები ვრცელდება და ისეთი რაღაცები არის. ამოქეკეს ახლა ამერიკაში სხვათა შორის. არ ჩაუღრმავდები მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ YouTube-ის ფორმატიდან გამომდინარე. ის არის უკვე, არ ჩაუღრმავდები თქვენს გეგწოდინებათ, ნახავდით. ხო, ეგენი ხო, საერთოდ დედამიწიდან უნდა გაქრე. უნდა წახვიდე სადღაც მარსზე ან რაღაცა სხვა პლანეტაზე და იქ დასახლდე. იქაც მე რო დავსახლდები, იქაც რაღაცა მოხდება მაინდა-მაინც. აბა ჰე, კარგი, შემოძვიფასო დატკბილებო, მაგრად იყავი, ჯიგრად იყავით, აი კაკრას კარგი, კაი იმაზე წავიდე. 20 და რამდენზე ვართ? 27-ზე ვართ, მაგრამ არა უშავს. აბა ჰე და აბა ხო. კარგად. აბა ჰე და აბა ხო, დაგემშვიდობებით ახლა მომავალ ვიდეომდე, ბნელდებით. რო არ ბნელდებოდეთ, იმას ვიზავდი, რა ქვია. გავაგრძელებდით. ეს ნატურების მონგონის ყველაფერი კიდე. რო დავათ იმას ავქნა რა. აბა ჰე, აბა ხო. კარგად. ბაი. კარგი საღამო. მუშინ ავანთე, ხალხნო, აქ შემოვედი. ჯერ აქ ავანთე. წყლაპ. იქ ავანთე, წყლაპ. იქ ავანთე, წყლაპ. რა უპატრონო. დავიღალე ესე იგი ნატურებს, ელემენტებს და ნატურებს ყოველწუთას ვყიდულობ ხალხო, დავიღალე ამოვიდა ყელში. აბა ჰე, კარგად. აბა ჰე, დაგემშვიდობებით. კარგად. მომავალ ვიდეომდე კარგი საღამო, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, დედა რამდენს ვლაპარაკობ, წავედი. ბაი, ბუი.